ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთები და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს. იესომ მიუგო და უთხრა მათ: თქვენ გგონიათ ვითომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, რომ ასე დაიტანჯდეთ? არა, გეუბნებით. თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. ან რა გონიათ ის 18 კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ? არა, გეუბნებით. თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. უთხრა ეს იგავი. ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა. უთხრა მე ვენახეს: აჰა, 3 წელია მოვდივარ ამ ლეგვის ნაყოფის საძებნელად და ვერ პოულობ. მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას. მან კი მიუგო პასუხად: ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირ შემოუთოხნიდე და ნაკელს მოვაყრიდე. იქნებ მოისხას ნაყოფი, თუ არა და მოჭერი მას. ერთხელ ასწავლიდა იგი ერთ სინაგოგაში შაბათს. იქ იყო დედაკაცი, რომელიც 18 წელიწად შეპყრობილი იყო სნეულების სულით. დაკრუნჩხული იყო და წელში ვერ იმართებოდა. დაინახა იგი იესომ, მოიხმო და უთხრა: დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენ სნეულებისაგან. დაასხა ორივე ხელი და მაშინვე გაიმართა იგი. დაადიდებდა ღმერთს. ხოლო სინაგოგის უფროსი განრისხდა. შაბათს რომ განკურნა იესომ და უთხრა ხალხს: 6 დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთებ. ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ. ოღონდ შაბათს არა. უფალმა კი პასუხად უთხრა: თვალთ მაგცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალებად. ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე 18 წელიწადია შეკრა სატანამ. განა არ შეიძლებოდა მისი გათავისუფლება ამ ხუნდებიდან შაბათ დღეს. როცა ამას ლაპარაკობდა, მის ყველა მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მისი დიდებული საქმეების გამო, რასაც სჩადიოდა. მან თქვა: რას შეჰგავს ღვთისმსასუფეველი და რას ვამსგავსო იგი? იგი შეჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს. კიდევ თქვა: რას ვამსგავსო ღვთისმსასუფეველი? იგი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა.